მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ეს არის გადაცემა ვენი ვიდი, მე მისი წამყვანი სოსო სალუქვაძე ვარ. ჩვენ ტრადიციულად ვაგრძელებთ მოგზაურობას და დღეს შედარებით მოკლე მანძილზე ვიმოგზაურებთ, თანაც ისეთ ადგილას, რომელიც ძალიან ბევრმა ქართველმა უკვე იცის და ძალიან კარგათაც კი შეიძლება კონდეს შესწავლილი განსაკუთრებით დამოუკიდებლობის განმავლობაში ეს მხარე, ეს ადგილი, ეს ქვეყანა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა საურთიერთოდ ასევე ის როგორც ჰაბი ერთგვარი ჩვენი მობილობისა და დამაკავშირებელი წერტილი სხვა ქვეყნებთან, დანარჩენ მსოფლიოსთან ძალიან აქტიურად დღესაც, ასე ვთქვათ, ფუნქციონირებს. ეს არის თურქეთი და მისი უდიდესი ქალაქი, მაგრამ არა დედაქალაქი, სტამბოლი. ქართულად ასე ქვია სტამბოლი, თუმცა ბილეთებში თუ კი ჩაიხედავთ, იქ ლათინურად ისტამბული ეწერება. ჩვენ ყავს შესანიშნავი მეგზური ამ ქვეყანაში და ქალაქში, ბატონი ტარიელ ლებანიძე, გეოგრაფი, განათლებით დიპლომატი, დიდი ხნის მანძილზე და დიდი ხნის სტაჟით, რომელიც თურქეთს ჩემ თავს უფლებას მივცემდა ვიტყვი არანაკლებ იცნობს ვიდრე მშობლიურ საქართველოს. ტარიელ ძალიან დიდი მადლობა თანხმობისათვის, არ დავმალავრო ჩვენ დიდი ხნის მეგობრობაც და თანამშრომლობაც გვაკავშირებს სტამბულს და თურქეთს ჩემი ზედმეტი დახასიათება თუ რატო მივმართავთ ამ ქვეყანას და რატო ვთავაზობთ ჩვენს მაყურებელს, მგონია რომ არ სჭირდება, მაგრამ შენ კი გითხავ რომ შენი განცდა ამ ქვეყნისა და ამ ქალაქის მიმართ რა არის? უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა ჩემო სოსო მოწვევისათვის, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. სტამბოლი ერთი დავიწყოთ იმით, რომ არის უძველესი და ულამაზესი ქალაქი. და საქართველოსთან ურთიერთობის მხრივად ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი, ისტორიულად ასე ჩამოყალიბდა. ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქი. რაც მაგ ქალაქის ბაზარი ქართველებს აქვს გავლილი. რა თქმა უნდა, ბევრ სამწუხაროდ ეს ისტორიული სიმართლეა, ისტორიული ფაქტია. ხშირად ჩვენი მეფეები სტუმრობდნენ ამ ქალაქს. ხშირად მიდიოდნენ ბედისაძიებლად, შარლატანებიც, არა მარტო ჩვენი. და არა მარტო მაშინ, როდესაც სტამბოლი იყო, არამედ მანამდეც. არა, მანამდე გაცილებით ადრე. მოდი დავიწყოთ მცირედ ისტორიით მაშინ. კი ბატონო, ძალიან საინტერესო იქნება. კი, რა თქმა უნდა. დაახლოებით ჩვენ წელთაღრიცხვამდე, ძველი წელთაღრიცხვით ასე ვთქვათ, 660 წელს აქ უკვე. კი ბატონო, მე-7 საუკუნეში. აქ უკვე ჩამოყალიბებულია მცირე ქალაქი, დაახლოებით 10,000, 15,000 კაცამდე, რომელიც შექმნეს ბერძენმა კოლონისტებმა პირველად და ისინი აკონტროლებდნენ ბოსფორის სრუტის აი იმ ადგილს, რასაც დღეს სარაიბურნუ ქვია. ეს არის სასახლეთა კონცხი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი თვითონ და ამ დასახლებას პირველად ბერძენმა უწოდეს ბიზანტიონი. ძალიან პატარა დასახლება იყო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თლიანად აკონტროლებდა, ესე იგი ჩაგეჭრები. კარგი გემოვნება და კარგი ალღო ქონიათ ბერძნებს კოლონიების დაარსების. არა მხოლოდ ბერძნები, აქ ხაზი უნდა გაუსვათ, რომ ბერძნები და თრაკიელები. ესე იგი ეს ისტორიული თრაკია. დღეს თუ თურქეთი ითვლება ევროპულ ქვეყნად, თრაკიის ხარჯზე ითვლება, იმიტომ რომ 3%-ია თურქეთის ტერიტორიის დაახლოებით მოქცეული თრაკიის ტერიტორია. ანუ ისტამბულის, როგორც გქონებათ ძველი კონსტანტინოპოლის, ევროპული ნაწილიდან ვიდრე ბულგარეთის საზღვრამდე არის თრაკია, ძველი თრაკია. ეს დაარსდა, ამის შემდეგ იყო ძალიან ბევრი მოვლენები, ვითარდებოდა ვაჭრობა, აღებიცემობა, აკონტროლებდნენ, აქ ხდებოდა გადასახადების აკრა, სხვადასხვა ძალიან სისტემური ხასიათი ჰქონდა და ძალიან მოწესრიგებული იყო. ჯერ კიდევ ძველ წელთაღრიცხვამდე. შემდგომ უკვე რომის იმპერიის აღმოსავლეთით გადმოწევამ, ასე ვთქვათ და განაპირობა ის რომ 330 წელს უკვე ჩვენი წელთაღრიცხვით დიდმა კონსტანტინემ შექმნა აქ უკვე ქალაქი, რომელსაც მისდა საპატივცემლოდ კონსტანტინოპოლისი, ანუ კონსტანტინოპოლი ეწოდა.
დაიწყო განვითარება ძალიან ინტენსიურად, ევროპული ნაწილი, ესე იგი ამ სარაიბურნუს გაყოლებაზე, ვიდრე ხალიჩი ოქროს რქის ყურე, რომელიც საოცარი სილამაზე არის. ნუ ეს მე რომის შემდეგ, ესე რომი ძალიან მომწონს და მიყვარს ქალაქი, მაგრამ ეს აღმოსავლეთ რომიც არ არის ახალი რომი ესეც. ხო, ახალი რომი. წარმოიდგინეთ, არაფრით არ ჩამოუვარდება. პირიქით უსწრებს კიდევაც სილამაზის თვალსაზრისით, იმიტომ რომ აქ ზღვების თავშეყრის ადგილია, ისე როგორც არის შავი ზღვა, მარმარილოს ზღვა, მათ შორის ბოსფორის სრუტე და ეს ხალიჩი, რომელიც შედის და ბეიოღლუ დაყურებს, შენ კარგად გახსოვს ჩვენ ერთად. ძალიან კარგად მახსოვს და ერთ კიდე ვიტყვი, მე რომ დაგტოვეთ, მე და გიანი ჯარაძე ვიყავით, კი. ხამე მოგვიწია ფრენა და ზევიდან რომ გადმოვხედე, ნუ რაღაც დაუვიწყარ შტაბეჭდილებას იღებ ამ მდებარეობის და სწორედ ზღვისა და ამ განათების და ამ შენობების კომპლექსი, ხო, ეს ანსამბლი. უნდა გითხრა ჩემო სოსო, რომ იმდენად გაიზარდა სტამბოლი, ხა უკვე მოდი ცოტა თანამედროვე სტამბოლსაც შევეხო. თუმცა ისტორიას დაუბრუნდებით, იმდენად გაიზარდა, რომ აი მთელი ქალაქები, პატარ-პატარა ქალაქები სტამბოლმა, აი დიდმა სტამბოლმა, რომელიც მოდის აი ესე აღმოსავლეთით, აქეთ იზბითის მხარეს და მიდის დასავლეთით ედირნეს მხარეს. 1453 წელს დაეცა, ანუ აიღო მეჰმედ დამპყრობელმა, როგორც ფათიხ მეჰმედ მეორემ, რომელსაც ასე ახალგაზრდა იყო საკმაოდ. 25 წლამდე სულთანი, რომელმაც ძალიან დიდი მიღწევა იყო, რა თქმა უნდა, მაშინდელი. გადაატრიალა მთელი. თქვენ წარმოიდგინეთ, ევროპულ ნაწილს სამ რიგად ქონდა შემოვლებული უმაღლესი, ძალიან მაღალი ციხე კონგურები. ციხე კონგურები ერთი და თანაც გადაკეტილი ქონდათ თხის რქის შესასვლელი. ბოსფორს აკონტროლებდნენ, მაგრამ თქვენ წარმოვიდგინეთ, იმდენად შესული იყო უკვე ამ რეგიონში ოსმალეთის იმპერია. ერთი პერიოდი დიდი ხნის განმავლობაში ედირნე იყო მათი სატახტო ქალაქი, წარმოვიდგინეთ, იყო დროთა განმავლობაში, ხო. ესე იგი ალყას არ ტყავდნენ. პირველად როცა არფასლანმა დაიწყო შემოსვლა მცირე აზიაში, ჯერ იყო მისი შვილის სატახტო, ალფასლანის და მისი შვილის სატახტი მელიქ-შაჰის იყო ისპაჰანი. წარმოვიდგინეთ, მე როგორ გაზარდეს გეოგრაფია. ნელ-ნელა მე ეს თურქული ტომების დასახლებით შემოსვლი და მომთაბარე ტომების, ხო, რომელმაც ანატოლიის ნახევარკუნძულია ფაქტიურად. ანატოლია დიდი ნახევარკუნძულია. შეიძლება არ უწოდებთ, მაგრამ ზღვებით არის შემორტყმული სამი მხარე და იგი ნახევარკუნძულს წარმოადგენს, ზეგანია და ძალიან კარგი პირობები იყო მეცხოველობისთვის და ისინი მეცხოველობას მისდევდნენ ძირითადად. შემდგომ გადმოინაცვლა თურქ-სელჩუკთა დედაქალაქმა კონიაში, რომელიც ცენტრალური ანატოლიის ერთ-ერთი განვითარებული ქალაქია და ვილაიეთია დღეს, ანუ გუბერნია და შემდგომ უკვე გადმოდის ბურსაში და მერე გადადის ედირნე. აი წარმოვიდგინეთ როგორ მოდიოდა ნელ-ნელა მიუჩოჩდა ასე ვთქვათ სტამბოლს. უბრალოდ კონსტანტინოპოლს. და 1953 წელს ფათიხ მეჰმედ მეორე იპყრობს კონსტანტინოპოლს. ამის შემდეგ ხდება ჯერ ისინი უწოდებდნენ კონსტანტინოპოლს კონსტანტინიეს. ძალიან საინტერესო მოთხრობაა თავისთავად და ეხლა მე მახსოვს ბავშვი რო ვიყავი შტეფან ცვაიგის მოკლე ასე ვთქვათ ნოველაც არის ხო როგორ დაეცა კონსტანტინოპოლი როგორ გადაათრიეს გემები თაზე ამ იმებმა და გააოცეს საერთოდ ყველაზე მთავარი ის იყო რომ მეჰმედ მეორემ ბერძნებს წაართვა ერთ-ერთი ზარბაზნების დიდი ხელოსანი აი თუ უნგრელი წარმოშობით იგი უნგრელი იყო ბერძნები შვილით ახდედნენ სპეკულირებას აი ამ კაცზე რომელიც დაიღუპა ის შვილი ქალიშვილი და მეჰმედი ჩადის ეუბნება რომ იცი რა და გადაებირა რა წაიყვანა ფაქტიურად და ჩამოასხა ეს აი ძალიან დიდი იმ დროისათვის ატომური ბომბა იმ დროის იმ დროის ნუ ჩავდით ატომური ბომბა ძალიან ძლიერი ხო თავდასხმის საშუალება იარაღი რომელთაც ფაქტურად მოხდა კიდევაც აი იმ კედლების ნგრევა. აი ესეთი ისტორიის მოყოლის შემდეგ მე იმასაც რა თქმა უნდა აღნიშნავ რომ
ამან მარტო ვთქვათ იგივე რომის იმპერიაზე ან აღმოსავლეთ რომის იმპერიაზე ან ბიზანტიაზე და ვთქვათ იმდროინდელ იმ ტერიტორიაზე კი არა მთელ გეოგრაფიაში ეცვალა მათ შორის საქართველოზე და ჩვენი საქმეც ძალიან გაართულა იმიტომ რომ ჩვენ რაღაცნაირად ნიშა გქონდა ნაპოვნი ამ სისტემაში და ის ნიშა წაიშალა ევროპასთან უფრო ახლო იყო ჩვენი გზა აი დავით აღმაშენებელის დროსაც კი როცა უტევდნენ მაშინ სხვათა შორის ჯვაროსნების შეტევების და კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ ლათინები დედაქალაქია კონსტანტინოპოლი. ამას არ იხსენებენ ხოლმე, მაგრამ ეს არის ერთი პერიოდი თუ არ ვწდები, პირველად ვინც აიღო კონსტანტინოპოლი, ვენეციელები იყვნენ. 2-3 საუკუნე გენუელები და ვენეციელები და ეხა გალათა თუ გახსოვთ. კი, როგორ არ მახსოვს კოშკი ძალიან. შიშხანედან რო ჩამოდიხარ, ეს შიშხანე ითარგმნება როგორც შამფუროვანი, ესე ვთქვათ, ქართულად ხო, შიშხანე, ანუ შამფურების რაღაცა ხანა ადგილი ხო და იქიდან რო ქვევით ჩამოდივართ გახსოვს აი ბანკების ქუჩას რო ჩამოუყვებით იქ დგას ეს შესანიშნავი რომელიც გახურებს ბოსფორს გახურებს რენესანსის სტილში აგებული ისევე როგორც თოპკაპი ეს თოპკაპი საოცარი სასახლე არის თოპკაპი აი ახლა შენც წაგიყვანა ამ თხრობა აია-სოფიისკენ მოდი აია-სოფიისკენ ამ ძველი სტამბოლისკენ კონსტანტინოპოლისკენ არა აქ ამას მნიშვნელობა. აი კაცი რო ჩავა აი რა რომელი არის მაინც ის ზეგლები რომელიც შენ აუცილებლად ესე შენ ყველაზე უფრო დაგამახსოვრდა და მე შოპინგზე უფრო ყველას ურჩევდი რა თქმა უნდა ისიც აუცილებელია და მიდია ჩვენი ახალგაზრდები მომდასწილად და იქ არის უამრავი რამ სანახავი ესე აია-სოფია ხო ეს არის განუმეორებელი ქრისტიანული ძეგლი, სადაც შედიხარ და ნამცეცათაც კი არ გძნობ, იმდენად პატარა ხარ. აი ეს თვითონ თაღი აია-სოფიის და ეს ბიზანტიური სტილი. ბიზანტიური სტილი, მე ხა რომელიც გამოჩნდა უკვე ადრე არ ჩანდა, სხვადასხვა ათათურქის და რესპუბლიკური თურქეთის დამსახურებად უნდა ვაღიაროთ ის, რომ იმ ბათქაშების ჩამოცდა დაიწყეს და გამოჩნდა საოცარი მოზაიკა, ის ოქროსფერი მოზაიკა, დღეს უკვე აღდგენილია მიუხედავად იმისა, რომ დღეს მეჩეთად არის გადაკეთებული 2015 წლიდან კი, დაახლოებით ხო, მაგ დროს გამოაცხადა 2014-დან მე მგონი. მოქმედ მეჩეთად გადაკეთდა. კიდე არა მარტო მაღაზიაზე, ხორაზია კიდე საუბარი, ისიც უნდა მეჩეთად გადაკეთდეს. ესეც ძალიან დიდი ძეგლია. თუ გახსოვს არის ძალიან ლამაზი εκლესია, მართალია შედარებით ახალი, მაგრამ ისტიკლალის ქუჩაზე თუ ტრიადა, სამების ეკლესია. ხო, რომელიც არის დადია ჩვენი მართლმადიდებლურია. არის ლაკერდის ლამაზი ეკლესია ძალიან, როცა ლაკერდის ეკლესია არის იმ მხარეს, სადაც არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სადაც მესამე ჩვენი მსოფლიო პატრიარქი, მართლმადიდებლთა მსოფლიო პატრიარქის რეზიდენცია, ესეც აუცილებლად სანახავია. აუცილებლად უნდა მივიდნენ აია-სოფიაში. მერე გამოყვნენ აია-სოფიას წინ არის სულთან აჰმედის ცისფერი მეჩეთი. და რა არის იცით საინტერესო რომ ყველა მეჩეთები თურქეთში დაწყებული შავი ზღვის პირიდან და მთლიანად მოდებული და თურქეთში ფორმით არის აია-სოფია. ხო ზოგი პატარა ზოგი შეიჩნევა კიდევ აქედან მინარეთები რაღაც რა თქმა უნდა შემდგომარი უკვე მეხვედის მართალი ხარ კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ არის მინარეთები მიშენებული მაგრამ მინარეთებამდე მთავარი აი ეს თაღი რაც თაღი და ეს ბიზანტიური სტილი ყველა მეჩეთში ხო ყველა დიდ მეჩეთს ყოველ შემთხვევაში ამიტომ ძალიან საინტერესო ქართული ძეგლები რომელიც არაფერ წააგავს კი რა თქმა უნდა ეს ძალიან ასე ვთქვათ ჩვენი რეგიონული შეიძლება ითქვას და ნაციონალური გარდა ამისა თოპკაპის მუზეუმი აუცილებლად უნდა მოინახო ამაზედაც მინდა 1-2 სიტყვა რომელიც დაახლოებით 3 საუკუნე იყო სულთნების რეზიდენცია 3 საუკუნე ნახევარი არა ცოტა მე ეს გადავიდა ილდიზის სასახლეში ეს არის უკვე ბოსფორის გაყოლებაზე იქეთ აი ორთაქოის ის არის ჯამი ორთაქოის მეჩეთი და იმ გაყოლებაზე არის ეს ილდიზის სასახლე. მანამდე კიდე არის ბეშიქტაშზე როცა ჩადიხარ ქვევით დოლმაბახჩის სასახლე. დოლმაბახჩი გადასარევი გარდაიცვალა. ეს უფრო თანამედროვე სულთნების რეზიდენცია იყო. გადასარევი შენობა დაგებობა. ბოლოს სულთნების. როცა ბოსფორს დაუყვები
გემით, ნავით, ხო, ბორანით, რა ვიცი. ამას ყველაფერს ნუ ახლა იმდენი საშუალებებია იქ იახტებით გასეირნება და გასეირნება, შემდეგ გადმოხვალ ნაპირზე და კარგ თევს მიირთმევ. გამოგვიცდია. გამოგვიცდია ეს შესანიშნავი ქალაქი. ღირსშესანიშნაობაც და მართლა იმდენია, რომ ალბათ სოფლიოში, ნუ ყოველ შემთხვევაში ევროპაში, აი 4-ეულს როდესაც ამბობენ ყველაზე უფრო ესეთი დახუნძლული ადგილებისა, ეს არის რომი, პარიზი, ლონდონი და არის ბევრად უსწრებს სტამბული, ბევრად უსწრებს. მე თუ არ ვცდები, მართალი ხარ 2023 წელს პირველ ადგილზე გავიდა საერთოდ ვიზიტორების რაოდენობით, ყოველ შემთხვევაში სტატისტიკა იყო 2013 ვერ 2015 12 მილიონს 500,000 ვიზიტორმა მოინახულა. ეხლაც სადღაც მაგ-ფარგლებში იყო. დღეში დაახლოებით ლონდონს და იმას რა ქვია, დუბაის გაუსწრო. ეს შემდეგ იყო. სტამბული ძალიან სპეციფიკური. თან კარგი მდებარეობა, თან როგორც უკვე ვთქვი, სხვათა შორის სოსო ბოდიშვიხტი გაწყვეტენ, აი სხვა ქალაქებთან შედარებით ქუჩების აი მონახვა და უბნების მონახვა სტამბულში უფრო ადვილია. რატო? იმიტომ არის ხალიჩი, არის ბოსფორი, იცი სად როგორ სიახლოვეს არის აი ეს უბნები, ქვეყნის უბნები არის, სარიერი. მე რაც მახსოვს ერთ-ერთი ტაქსიმი, ნუ ეხა ტაქსიმი ეს ყოფს, ხო? ერთ ბეშიქტაშსა და ბეიოღლოს ყოფს ტაქსიმის მოიდა და თანაც ძალიან კარგი სავაჭრო არეალი. ძეგლი ტაქსიმზე როდგას, ბევრი არ აკვირდება იქ. იქ არის ვოროშილოვის და ვოროშილოვი, კი, რევოლუციური ძეგლი. აი ეს მეჩეთი რაზედაც გამოსვლები იყო. გახსოვთ გეზი პარკის გამოსვლები რო იყო. კი, აი გეზი პარკის. კინაღამ რაღაც დიდი რევოლუცია მოხდა. კი, ბატონო. ეს იყო იმ დიდი მეჩეთის საწინააღმდეგო გამოსვლები, რომლებიც დღეს ტაქსიმზე აშენებდა. ხო, ძალიან დიდი მეჩეთი ააშენეს. იცით სად არის ეს აი სანამ ბეიოღლუს ისტიკლას ჩაუყვები, მარჯვენა მხარეს უკვე დიდი მეჩეთია. სტამბულს აქვს ძალიან ბევრი უბანი აქვს ეხლა რა, მაგის ჩამოთვლა შორს აგვიყვანს. მაგრამ ეს ბეიოღლუ განსაკუთრებით სილამაზე ჩადიხარ მე ამ ტუნელის ის არის გვირაბია, სადაც ტრამვაი მოძრაობს დაღმარზე. ჩადიხარ ემინიონში, ემინიონიდან გადადიხარ უკვე გემებით იქეთ მხარეს ზუსკუდარში. კადიკოი და ნუ რა ვიცი და ულამაზესი ადგილები. შენ ეხლა ამას ისე ყვებით არის, აი როგორც ეხლა მე რო ვიტყვი რომ პლეხანოვიდან გადახვალ ვარანცოვზე დაახლოებით, ხო, იმიტომ რომ სწორედ ეს არის ეს გამოცდილება, ეს გამოცდილება შენთვის პრაქტიკულად მშობლიური ქალაქია. მარტო სტამბულში 5 წელი მე სხვათა შორის ერთ-ერთი ჩემთვის მიმზიდველი ფაქტორი რა იყო, ეხლა ცოტა ისტორიაშიც რო ჩაიხედავ ხოლმე, იქ ბუკოლეონის სასახლის ნანგრევების და ეს ყოფილი გამაგრებული, აი რომელსაც ვერ იღებდა საუკუნეების განმავლობაში, ვერავდა. მაშინ იქ მიდიოდა, მაგრამ წყლის მომარაგება, აი ჩვენ ბეიოღლუდან, შიშხანედან ერთი მხარე არის რომ იქ ჩადიხარ გალათასთან, მეორე არის ხიდზე გადადიხარ, ხო გახსოვს ეს ხიდი, რომელიც იხსნება, ხო, სვაჟოს ის ხიდი იხსნება და ოკეანის გემსაც კი შეუძლია შემოგვიდეს სარემონტოდ იქ არის სპეციალური ქარხნებია, რომელიც არემონტებენ წლების განმავლობაში, წლების წინ და სხვათა შორის ხალიჩი, ეხლა რო თქვი, გავიხსენოთ, მოდი. თევზს ვერ იჭერდეს, სანამ არ გახდა მერი ბედრეთინ დალანი. ბედრეთინ დალანის მერობის დროს ჩაიდო უამრავი ფული და გაიწმინდა ხალიჩი. აგრძალეს ყველა ეს ტყავის საწარმოები, რომლებიც რომელიც აბინძურებდა, ძალიან აბინძურებდა და გადაიტანა შემდეგ ეს ზეიტუნბურნუში, ეს თუ ათათურქის აეროპორტის მხარეს რომ მიდიხარ, აი ეგ არის ზეიტუნბურნუ, ეხა ყველა ის მაღაზიებიც იქ არის გადატანილი ტყავეულის და ის საწარმოებიც იქ არის. აქ არც ერთი საწარმოები უკვე აღარ არის და გაიწმინდა ხალიჩი, ამოისუნთქა, არის უკვე აი ნამდვილად ლურჯი, გამჭვირვალე, კარგი ზღვის წყალი და თევზიც იმიტომ გაჩნდა, იქ თევზს ვერ სხვანაირად იწამლებოდა და აქეთ მარცხენა მხარეს რჩება რომ ქვევით რომ მიდიხარ, ესე იგი აქსარაი და ლალელი, აი ეს ცნობილი ჩვენმა ტურისტებმა კარგად იციან ეს ადგილი და ყოფილი ესენგეს თუ ესენგეს დღევანდელმა ტურისტებმა ჩვენ აღარა ვართ ესენგეს წევრი, მადლობა უფალს და აი ეს მუნიციპალიტეტის შენობის გვერდზე რომ ჩადიხარ, როგორ ჩანს აი ეს აკვადუკი ძველი ძალიან, სადაც იქ მოდიოდა წყალი, ამ წყლით მთელი კონსტანტინოპოლი მარაგდებოდა და დღეს შემორჩენილია ეს. ის არხი, რომელიც გადის აი ამ აკვადუკის აი ზუსტად როდესაც ჩვენ რომზე და
სტამბოლზე ვლაპარაკობთ, ეგ არის ფანტასტიკური შესაძლებლობა, როდესაც ეს ფენები საუკუნეების განმავლობაში შექმნილი დღესაც შეგიძლია ნახო და წარმოდგენა მიიღო დაახლოებით როგორი რაც ძალიან თვალნათლად რაც თავისთავად ძალიან დიდი უპირატესობაა, იმიტომ რომ ერთი სხვა ქალაქები, თუნდაც ისინი რომლებიც ჩვენ ვთქვით პარიზები და ლონდონები და ბერლინები და ესა უფრო გვიანდელი ქალაქებია ბევრად და მეორეც ერთი ესეთი მრავალფეროვნება ამდენი შრე ხო ნამდვილად ბევრ ქალაქს არ გააჩნია. ბევრს კი არა, ალბათ თითზე ჩამოსასვლელი და ეს ორი თავისი სიდიდის და მნიშვნელობის გამო აშკარად ძალიან აღემატება ყველა სხვას. მე ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, ამიტომ სტამბოლი არ არის უბრალოდ რაღაც აღმოსავლური ხანდახან ესეთი კლიშეც არის და რაღაც ესეთი ქალაქი. ეს არის კოსმოპოლიტური უზარმაზარი ქალაქი. კულტურული ცხოვრების, ეკონომიკის, სპორტის, მედია სივრცეების ცენტრია სტამბოლი. ეხლა ამაზე დიდი ცენტრი თურქეთში არ არსებობს. კი, ანკარა დედაქალაქია. მაგალითად, საავიაციო ბიზნესიც თვალსაზრისით წამყვანი ქვეყანა ევროპაში. უმეტესწილი ბიზნესების. წარმოიდგინეთ, მეოთხედი მოკრებილი გადასახადებისა. ანუ ეკონომიკის მეოთხედი რეალურის. მოდის სტამბოლზე. ეს არის უდიდესი ქალაქი, თავისი ძალიან ძველი კულტურით და არც კი ვიცი სხვა ესე იგი რომელიც შევადარო. ნამდვილად შეუდარებელი ქალაქია და მე აი მაგასთან დაკავშირებითაც მაქვს ეს კითხვა ჩვენ კი შევეხეთ უკვე, მაგრამ ცოტა კიდე რომ ვთქვა. აი ახლა საოცარი რამ მოხდა ხო ამ თითქოს კონსოლიდირებული ასე ვთქვათ ხელისუფლება ერდოგანისა მუნიციპალურმა არჩევნებმა საკმაოდ შეარყია, მოდი ესე ვთქვათ და სტამბოლს ახალი მერი ყავს, რომელსაც უწინასწარმეტყველებენ მეორეჯერ აირჩიეს. კი ბატონო, რომელსაც მეორეჯერ არჩეული. მართალია, მაგრამ იმამოღლუ წინა არჩევნების ოპონენტი მერი ყავს, მოდი ესე ვთქვათ, ეს უფრო სწორია, რომელსაც ძალიან კარგი პოლიტიკოსი. აი ეს მაინტერესებს, რომ რა ხო შენ რა ცვლილებები 2028 წლამდე ბატონ რეჯეპ ტაივიპ ერდოღანს, თურქეთის პრეზიდენტს, აქვს ვალდა რომ იყოს პრეზიდენტი. ეხლა ზოგ ძალიან სარი წარმოდგენა აქვს და უკვე წერა პრესაშიც რომ ხოდა ტელევიზიაზე რამოდენიმე ექსპერტი გამოვიდა და იცით რა უკვე დამთავრდა ერდოღანი. ანუ არ არის ეს ახლა სწორი მიდვა, არაფერი არ მთავრდება. სხვადასხვა ერდოღანმა მოახდინა თავისი პრეზიდენტობის და პრემიერ-მინისტრობის ხანაში, ხა მე ძალიან კარგად ვიცნობ მას პირადად და 2001 წლიდან თითქმის 9 წლის განმავლობაში სხვადასხვა რანგში უფრო მეტად პრემიერ-მინისტრობის რანგში. მაშინ მე ხო იქ მუშაობდი, პრემიერი იყო იგი და იყო მაშინ საპარლამენტო რესპუბლიკა. ხო არ იყო საპრეზიდენტო. მერე მოხდა ცვლილებები კონსტიტუციაში. და ყველაზე საინტერესო ის არის, ამ კაცმა მოახერხა აი ეს მემარჯვენე რელიგიური პარტიების გაერთიანება. ასევე შეუერთო ამ პარტიებს იდეოლოგიურად. არა პარტიები არ გაერთიანა, მაგრამ იდეოლოგიურად გვერდზე დაიყენა არფასლან თურქეშის შეგახსოვს ესეთ პოლიტიკური და ეხლა დევლეთ ბახჩელის პარტია ეროვნული მოძრაობის, ნაციონალისტური მოძრაობის პარტია. და ამ კორიდორსაც შევეხოთ უგრემოთ, იმიტომ რომ სტამბოლში დაირწა ამ კორიდორის თურქეთის გარეშე გავიხსენოთ ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი უფალი გაანათლებს მისულს ჩვენი ლევანი მიქელაძე, რომელიც იღებდა მონაწილეობას, მაშინ ორიელში ვიღებდით მონაწილეობას მაშინ. იგი იყო მაშინ ეუთოში და ავსტრიაში ჩვენი ელჩი. კი ბატონო, ნამდვილად. და მე ვიყავი თურქეთის რესპუბლიკაში ელჩი და ძალიან დიდ საქმე ჩაეყარა მაშინ. ბაქო ჯეიხანი, შაჰდენიზის პროექტი. პრაქტიკულად მაშინ მიიღო თანამედროვე საქართველოს ისეთი შეიძლება ითქვას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ასე ვთქვათ, აი რასაც ქვია, მკვიდრი ფუნქცია, რომელიც სატრანსპორტო მათ შორის სატრანსპორტო დერეფი. ეს ყოველთვის მოიაზრებოდა, მაგრამ ესე მკაფიოდ არასოდეს აი და არ დაგვავიწყდეს კიდევ ლევანის დიდი დამსახურება იყო და მაშინდელი ჩვენი სამინისტროსი ბატონ ირაკლი მენაღარიშვილი ძალიან სერიოზულად მუშაობდნენ. უნდა აუცილებლად გავიხსენოთ ბატონ ირაკლის ღვაწლი, როცა მივახციეთ იმას, რომ დატოვა რუსეთის სამხედრო
ბაზებმა საქართველოს მოეწერა ხელი საბოლოოდ და დღეს რა მნიშვნელობა აქვს თურქეთს ზოგადად და განსაკუთრებით სტამბულს ქართველების ჩემო სოსო დავიწყოთ იმით რომ ის პარტია რომელიც დღეს მუნიციპალურ არჩევნებში არის წარმატებული არის ათათურქის დაარსებული პარტია ათათურქი არის ეს პიროვნება რომელიც შექმნა თანამედროვე თურქეთი რომელმაც შემოიღო ესე გააკეთა ისეთი რეფორმები როგორც იყო ალფაბეტის რეფორმა წლების განმავლობაში საუკუნეების განმავლობაში არაბული ხო სამწერლობა შეცვალა და გადაიყვანა რომელიც ძალიან პროგრესული იყო იმიტომ რომ თურქეთის ძალიან მცირე მოსახლეობა იყო მაშინ ასწავლე წერა-კითხვის მცოდნე ამის შემდეგ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ასევე ტანსაცმლის რეფორმას ეხლა არავინ არ იხსენებს ამას ქვია გიაფეთ რეფორმა ძალიან სერიოზული რეფორმა იყო ეს. რაც კულტურული რევოლუციის რა შემოიღო ევროპული ტანსაცმელი და ეს იყო ახალგაზრდა გენერალი რომელიც გამოუშვა სულთანმა გემ ბანდირმა ერქვა ამ გემს ჩამოდის სამსუნში და უნდა დაეწყო ინსპექცია და საჯარისო ნაწილების ინსპექცია და უნდა საჯარისო ნაწილები მოემზადებინა ბანდიტურ შენაერთთან და ბრძოლისათვის მაგრამ უკვე ათათურქი ჩამოდის უკვე ხვდება რომ ბოლო დღეებია სასულთნოსი და უკვე ხალიფატი ეცემა ამას არაფერი ეშველება იწყებს დიდ გამათავისუფლებელ მოძრაობას მე ამას მოყვა კონგრესები ესე იგი სივასის ერზერუმის პირველი 1923 წელს რესპუბლიკის გამოცხადება მანამდე დიდი ნაციონალური მეჯლისის შექმნა პარლამენტის თურქეთის და ამა ძალიან დიდი გამარჯვებები სრულიად სხვანაირი გამარჯვებები დარდანელთან ჩანაკალესთან ეს იყო უდიდესი გამარჯვება აი ქართველები ამ შემთხვევაში ჩვენ მათ დღესაც ქართველებად მივიჩნევთ თუმცა ჩვენებურები აი ეს ძალიან კარგი ნათქვამია ხო რომელიც მართლა ჩვენებურები არიან მათ თავისი ძირი უყვართ და პატივს სცემენ და ახსოვთ და ასე შემდეგ აი საქართველოს იმიტომ უყვართ ჩვენებურები რა თქმა უნდა მათი როლი რა არის მთელ ამ პოლიტიკაში ძალიან დიდი ეხლა მოდი ოსმალეთიდან დავიწყოთ მაშინ ეხლა ფაშების მთელი არმია იყო ფაშების ნუ ვიტყვით არმიას მაგრამ ძალიან ბევრი ფაშა იყო რომელსაც ვერ უყარგავდა და მაგათ იყო ესეთი ცნობილი ფაშა რომელიც სულთნის დროს ხო მურატ მეოთხის დროზე გიურჯუ მეჰმედ ფაშა რა სასაუყვალს ეხა რომელი ისტორიკოსი იტყვის რა კაცი რომელიც არ მალავდა მაგრამ იყო გიურჯუ მეჰმედ ფაშა ანუ ქართველი მეჰმედ ფაშა უამრავი კიდე ქართველი ვალიდე სულთნები იყვნენ დედა სულთნები რომლებიც სხვადასხვა დროს ძალიან გავლენიანები იყვნენ ძალიან იმიტომ რომ შვილების დედები იყვნენ რომლებიც სულთნები იყო და შენ მოგეხსენება ეხლა მოდი დავანებოთ ისტორიის კითხვას თავი ფილმებიდან ავიღოთ ხურემ სულთანი ქესემ სულთანი რომლებიც აი უნდა გითხრა პირდაპირ რომ ეპოქებს ქმნიდნენ ამ ისტორიულ ხო ხანდახან თვითონ მართველებზე უფრო ძლიერი პიროვნებები ბევრად იმიტომ რომ შვილების დასულცნებაში გამეფებაში ისინი მონაწილეობდნენ ესე ვთქვათ მანისაში ესე იგი უფლისწულის ჩასვლა რომელიც მანისას განაგებდა ვთქვათ ხო ან განაგებდა ვთქვათ ისეთ ეს დიდი განაცხადი იყო ეს იყო ტახტზე უკვე განაცხადი და მაგალითად სულეიმანმა დიდმა სულეიმანმა კანონიერმა სულეიმანმა ტრაბზონი შემოიარა მანისა შემოიარა შეხარჩება და მერე გახდა ხო იავუზის რომელიც სხვადასხვა მესამე ხიდი გახსნეს ხა სულთან იავუზის სახელობის სამი ხიდია ეხა ბოსფორზე ძალიან მნიშვნელოვანი პირველი გვახსოვს ყველას ეს იყო ბოსფორის ხიდი მეორე ფათიხ მეჰმედ სულთანის ხიდია და მესამე არის იავუზ სულთნის სახელობის ხიდი რომელიც ძველი ხიდებია და ძალიან გავტვირთა სტამბული და სტამბულის ქვეშ კიდე რომ გაიყვანეს ბოსფორის ქვეშ როგორც სარკინიგზო ასევე საავტომობილო გზა ეს ამას საერთოდ და რაც თავარია ყველაზე დიდი პროექტი რომელიც ერდოღანმა განახორციელა თავის მმართველობის დროს ეს არის იზმითიდან გასვლის დროს სტამბული ბურსა აი ეს უშველებელი ხიდი გაიდო მარმარილოს ზღვაზე და რაღაც ერთ ნახევარ საათში სტამბულიდან ბურსაში ამოყოფ თავს ხო აი ესეთი ქართველებს რაც შეეხება თვითონ როგორი დამოკიდებულება აქვს ესეც ძალიან თბილი მე გეტყვი ძალიან თბილი იმიტომ რომ შენ ვიცი ახლა ხშირად ქართველად არც კი იღებდნენ და ჩვენ მე ძალიან ხშირად ჩვენი შემდგომში ჩვენი ელჩები და ჩემამდეც ბატონი პირველი ელჩი იყო შესანიშნავი ადამიანი ნოდარ კოვახიძე რომელიც ძალიან კარგი ელჩი იყო ეს იყო პირველი ელჩი მის მერე იყო დროებით მოვალეობის შემსრულებელი და მე გავხდი ბატონ ნოდარის შემდეგ ელჩი
ტარიელ როგორც ზოგიერთ სხვა ჩვენ განსაკუთრებით მეზობელ ქვეყანაში ქართველებს აი ეს რაღაც გამორჩეული შეიძლება ითქვას ამბიცია და უნარი იმისა რომ დაწინაურდნენ საკმაოდ დიდ კონკურენციაში დიდი ქვეყნის მმართველობაში აქაც არანაკლებია გამოვლენილი ვიდრე მაგალითად იგივე სპარსეთში უცხოელმა მოვისმინოს ჩემს იტყვის რომ რა ტრაბახა ხალხია ქართველები მაგრამ იცის არ არის ეს ტრაბახი ხო ესე იგი ყავდა ძალიან გამოჩენილი მოღვაწეები რომლებიც საქართველოს გარეთ მოღვაწეობდნენ დიდი მადლობა იმისთვის რომ აი ესეთი ასე ვთქვათ მოკლე დროში ბევრ წახნაგს შეეხედა საინტერესო ამბები მოგვიყვევი. იმიტომ რომ ნახე რა ქვია ჩვენი გადაცემის მოტო რა არის ყველა ისტორიას თავისი გეოგრაფია გააჩნია და ეს ამბები ნამდვილად ძალიან დამამახსოვრებელია. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ერთი პატარა ნაწილი დავფარეთ დღეს და მე შენი იმედი მაქვს რომ კიდე გვესტუმრები და სხვა ადგილებზედაც და ბევრ სხვა საინტერესო ამბავზედაც მოგვიყვება. ძალიან დიდია თურქეთის თემა. ამის ამოწურვა არ შეუძლებელი. კი, ნამდვილად ასია, დაგიდასტურებ, ძალიან დიდი მადლობა ტარიელ, დიდი მადლობა მაყურებელს და მომავალ შეხვედრამდე. მადლობას მოგახსენებთ, კაი ხარ.